პირველად როცა მოხვედი ჩვენთან სასაცილოა, რადგან თავიდანვე მომეწონე. შენთვის ნათქვამი მაქვს ეს გახსოვს როცა შენზე ვამბობდი აგერ ჩემი პატარა რუსი მოვიდაო ღმერთო ჩემო მე რა ძალიან დიდი ბოდიში მეგობარო უბრალოდ ისტორია არ ვიცოდი. თუ არ ვწდები ნათქვამი მაქვს ეს შენთვის. ახლა ამას რომ ვიხსენებ და ასეთი საუბარი რომ გვაქვს ბორისის გარეშე ვერ შედგებოდა ეს დიალოგი. ასეთი შეხვედრა მაშინ ვერ გვექნებოდა. ასე ვერ ვილაპარაკებდით. საოცარია ახლა რომ გიყურებ განსაკუთრებით შენი ვიდეოები მომწონს. კარგი იდეები გაქვს, განსაკუთრებით ალჯოსთან და შონ ომალისთან ჩაწერილი ვიდეოები მომწონს. ამ ვიდეოს რომ უყურებ მეფიქრება იმ დროზე როცა პირველად ჩამოხვედი და ინგლისურად ვერ საუბრობდი. მარტო ეს ფაქტია სიგიჟე. მისმინე საქართველოში რომ 20 წლით მაცხოვრო ვერაფერს გავხდები? ვერ ვისაუბრებ ალბათ ხო? შენას ფიქრობ მერაბ. ბევრ ინტერვიუში მithქვამს რომ როცა შენ შეხვდი პირველად მაშინ ინგლისურად ვერ საუბრობდი. თუმცა შენ ისე მესაუბრებოდი ისეთი პოზიტიური ადამიანი ხარ რომ ფიქრობ ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებს საუბარს. შენი ხასიათიდან გამომდინარე. შენთან როდესაც საუბრობდი მეგონა ინგლისური ვიცოდი, რადგან ყველაფერი მესმოდა. იმიტომ რომ შენ ძალიან გულღია ადამიანი ხარ. ეს ძალიან კარგად გამოგდის. მოკლედ, შენი ნახვა ყოველ ჯერზე ძალიან მიხაროდა. მართალი ხარ, საუბრის გამართვა არ შემეძლო, თუმცა შენი კომუნიკაციის სტილის გულღიაობის და სტუმართმოყვარეობის გამო ეს არ მიჭირდა. იცი რა, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და შთაგონებას მაძლევ. როცა ვხედავდი შენს დარბაზში როგორ მოდიოდნენ ძალიან მაგარი ჯიუჯიცუს მებრძოლები, მივხვდი რომ ამ ადგილს მეც ვეკუთვნოდი. აქ უნდა ყოფილიყავი. შემდეგ ბევრი დახმარება მივიღე თქვენგან და ცოტა ხანში პროფესიონალური დებიუტიც გავმართეთ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შეცდომებს უშვებდით, მაინც კარგ ბრძოლებს ვაჩვენებდით. მოკლედ, იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარდა, ხომ გესმის? სასაცილოა, თითქოს მილიონი წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი, არა? ო, ნამდვილად, სულ რაღაც 12 წლის წინ იყო. მხოლოდ 12 წლის წინ. 12 წელი დიდი დროა, ხომ გესმის? ნამდვილად. დარბაზებში სიარული როცა დაიწყე, მაინტერესებს, გახსოვს პირველად როდის შეხვდი ალჯოს? კი, მახსოვს. გახჭობდა ხოლმე, არა? კი, ნამდვილად. პირველად ალჯოს ლონგოს დარბაზში შევხვდი. სანამ ჯიუჯიცუს ვარჯიშს შენ სპორტ დარბაზში დავიწყებდით, ჯერ ლონგოსთან მქონდა სპარინგ სესიები. ალჯოს ოპონენტების შეცვლა უყვარდა სპარინგის დროს. გონი პირველ რაუნდს ჩემთან სპარინგობდა, თუ სწორად მახსოვს. არ ვიცი, შეიძლება მეორე იყო. მოკლედ, ამ პირველი ან მეორე რაუნდი ჩემთან იყო. და შემდეგ ჩემი ჯერი დგებოდა. მაშინ ცოტა გიჟი ვიყავი, ორივე ფეხებში ვუვარდებოდი და სანამ ძირს გადავიყვანდი, მას უკვე სამკუთხედში ვყავდი მოქცეული. მე კიდევ ვფიქრობდი, აქ როგორ მოვხვდი. შემდეგ ის მაფინიშებს. სამკუთხედიდან მე ვნებდები, ამის შემდეგ ფიქს ვიწყებ. შემდეგ ჯერზე უფრო ძლიერად შევუტიო. მეორე ჯერზე აღარ მახსოვს, როგორ მომიგო, მახრჩობელადი თუ არ mbარით. მოკლედ, მივხვდი, რომ სხვა დონე იყო. It's so important as people don't realize like იცი რა, ხალხი ვერ აცნობიერებს იმას, რომ შენი მეგობრობა ალჯოსთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს შენს წარმატებაში. უმეტესობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ ერთგულება როგორც ლონგო ამბობს, ჯანდაბად ამავიწდა რას ამბობს ხოლმე ერთგულებაზე? მოკლედ, ერთგულება მარტივია, როცა სასწორზე არაფერი დევს, ხომ გესმის? მარტივია იყო ერთგული. ერთგული და კარგი მეგობარი, შეიძლება აეროპორტიდანაც წამომიყვანო. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, შენ და ალჯო სანამ ერთმანეთს შეხვდით, არავინ მოიძებნებოდა ისეთი, ვინც შენს სპარინგის დროს დაგამარცხებდა. თუ კი რა თქმა უნდა, შენზე წონით დიდი არ იყო ის. როცა ალჯოსნაირი ადამიანი ყავს, გვერდით უკეთეს ფორმაში მოდიხარ. უკეთესი მებრძოლი ხდები. მხოლოდ ურო ვერ იქნები, ზოგჯერ ლურსმანიც უნდა იყო, თუ გინდა რომ განვითარდე. ბევრს ვერ ნახავ ისეთ, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია შენთან. და შემდეგ, როცა ისეთ ტიპს ხვდები, ვისაც საკუთარი ნებით სურს დაგეხმაროს, უკეთესი გაგხადოს და ვისაც ნამდვილად ადარდებ, ეს ალჯოა. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო შენს განვითარებაში როგორც მებრძოლი.
ვინ იყო პირველი ჩემპიონი, ვისთანაც იბრძოლა? ჟოზე ალდო, ხო? ხო, ჟოზე ალდო იყო. ჟოზე ალდოს შემდეგ პიოტრიანთან ვიჩხუბე, ალბათ კარგად გეხსოვნება ეს ბრძოლა. ეს ორთა ბრძოლა ჩემთვის საჩემპიონო ჩხუბებზე მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო ბრძოლაა, მერაბ. ერთ რამეს გეტყვი. პიოტრიანთან ბრძოლა როცა ჩაინიშნა, დეტალურად მახსოვს ჩვენ შორის საუბარი. ეს იყო ის პირველი შემთხვევა, სადაც ბრძოლის აღებასთან დაკავშირებით შენს ხმაში მღელვარება შევამჩნიე. რაც იმ ზეწოლისგან გამომდინარეობდა, რაც ამ ბრძოლას მოჰქონდა შენთვის. რა თქმა უნდა, შენ არავის არ გეშინია. არც მისი უნარების არ გეშინოდა. თუმცა დაახლოებით შენ ასე მითხარი. მე მისმინე, მე ამ ბრძოლის წაგება არ შემიძლია. ვერ ვიზამ ამას. იმის გათვალისწინებით თუ რა მოხდა ჩემს ქვეყანასა და რუსეთს შორის, მე ამ ბრძოლის წაგება უბრალოდ არ შემიძლია. ამ ჩხუბს ვერ დავთანხმდები, მოკლედ, კამათობდი აგეღო თუ არა ეს ბრძოლა. შენგან ასეთი რამ ჯერ არ მომესმინა. მახსოვს ამასთან დაკავშირებით ლონგოსთან ვსაუბრობდი, ის ამბობდა: მერაბი ამ ბრძოლას დათანხმდება, ის ზუსტად იმას იზავს, რასაც ყოველთვის აკეთებს. მერაბმა მხოლოდ ერთი რამ იცის და ეს ჩხუბია. მე კიდევ ვეუბნები, ვიცი, მაგრამ ასეთ მერაბს პირველად ხედავ. მოყევი ამაზე ცოტა რამ. მოკლედ, როგორც უკვე იცი, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. თუმცა ერთ-ერთი ტერიტორია სახელად აფხაზეთი, რომელიც საქართველოს ულამაზესი ნაწილია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მათ 1991 წელს მოახდინეს ოკუპაცია. მეორე საქართველოს ულამაზესი ნაწილია სამხრეთ ოსეთი, რომლის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა. მაშინ 17 წლის ვიყავი. დედაქალაქს ბომბავდნენ და ბევრი ქართველი დახოცეს, ხომ გესმის? ომი ძალიან ცუდია. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა, თუმცა ისინი მჩაგვრელები არიან, ხომ გესმის? რუსები ჩვენს ქვეყანაში როცა ჩამოდიან, მათ კარგად ვეპყრობით, უმასპინძლებით. ჩვენ მათ ხალხთან პრობლემა არ გვაქვს. მხოლოდ მათი ქვეყნის პოლიტიკასთან, პოლიტიკოსებთან და იმ ცუდ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას პატივს არცემენ. რადგან რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის მეტოქეობა ჩვენთვის სპორტზე მეტია. ამ სპორტში განსაკუთრებით ხომ გესმის? მაგალითად, ფეხბურთში შეიძლება დამარცხდე და ნაკლებად პრინციპული იყოს, თუმცა ეს სპორტი ორთა ბრძოლაა. ხომ გესმის, თან პიოტრიანი ჩაგვრელია. 100%-ით გეთანხმები. საინტერესო ისაა, რომ ორივენი თქვენივე ქვეყნის სახეები ხართ. გეუბნები მეგობა, რომ ყოველთვის როცა ქართველს ხვდები, უფრო და უფრო მომწონხართ. ძალიან ტკბილები არიან. თან ვიცი, რომ მებრძოლი ხალხი ხართ და ამასთან ერთად ძალიან სასიამოვნო ადამიანები, ძალიან კარგები და ძალიან თბილები ხართ. ერთი სული მაქვს ჩემს ოჯახთან ერთად როდის გესტუმრებით. შენ შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები. შენი და უმარის ბრძოლა. კიდევ ერთი რუსი მჩაგვრელი, არა? უზრდელი. შეიძლება ცოტა უზრდელი და ყეყეჩი, თუმცა დაუმარცხებელი იყო. თან შეხედე, დიდებული ხაბიბი მის კუთხეში იყო. თან ის ახლა მწვრთნელია. ხალხი როცა უმარს უყურებდა, თითქმის ყველა მის ჭიდაობაზე, სამბოზე და კრივზე საუბრობდა და შენთან ადარებდა. მე შენ თავიდანვე გითხარი და ამაში დარწმუნებული ვიყავი. ვიცოდი, რომ მასთან იგივე სიზამდი, რასაც სხვებთან აკეთებდი. ბრძოლას დათანხმდი და ახლა შენ მოყევი. მოკლედ, არის ესეთი ბიჭი სახელად უმარ ნურმაგომედოვი. როცა UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა, მე დავპოსტე, სადაც UFC-ში მოსვლა მიულოცე. უთხარი ერთ ზონაში ვართ, პატივს გცემ და თუ სურვილი გაქვს ვიჩხუბოთ მეთქი. რაღაც პერიოდი მასთან ბრძოლას მივესალმებოდი. მაგრამ ცოტა ხნის მერე, როცა გამარჯვებების მოპოვება დავიწყე, თავად უმარი ურეიტინგოებთან იბრძოდა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ის კარგი მებრძოლია. ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო. პირველ რიგში ის ხაბიბის ბიძაშვილია და ჩვენ ყველა მას პატივს ვცემთ. ამ სპორტისთვის მან ყველაფერი გააკეთა და ამას ვაფასებთ.
მეორე მხრივ უმარმა რამდენიმე გამარჯვება მახრჩობელათი მოიპოვა. ნოკაუტითაც დაამთავრა, დომინანტური გამარჯვებებიც მოიპოვა კარგი მოჩხუბრების წინააღმდეგ, თუმცა არა ტოპ 15-ულიდან. შემდეგ პიოტრიანი როცა დავამარცხე ვიდეო ნახე, სადაც ის ჩემს სახელს ახსენებს და ამბობს, რომ ჩემთან ჩხუბის სურვილი აქვს. არ ვიცი, გახსოვს თუ არა, მანამდე ის ჩვენთან მოდის და გამარჯვებას მილოცავს. შემდეგ კი ვიდეოს ვნახულობ, სადაც ამბობს, რომ ჩემთან ჩხუბი უნდა. კარგი რა ძმაო. მე ტოპ 5-ულში ვარ, ახლახანს ამ დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დავამარცხე. რატომ უნდა ვიჩხუბო იმასთან, ვინც ტოპ 15-შიც კი არ შედის? მოკლედ, არ მომეწონა მისი გამოწვევა. შემდეგ მე ქამრის დევნაში ვარ და ამასობაში უმარი მიწვევს საჩხუბრად. კარგი რა ძმაო, ვინმე რეალური ოპონენტი გამონახე. მე თავ შეურაცხყოფილად გრძნობდი. მართალია შესანიშნავი მებრძოლი ხარ, მაგრამ შენს გარდა კიდევ არიან კარგი მებრძოლები, როგორც შენ თქვი, უნდა დაიმსახურო. შემდეგ ქამარს ვიგებ და მასთან ჩხუბი მიწევს. UFC მეკითხება, უმარისთან ვიბრძოლებ თუ არა. მე ვთქვი, კი ვიბრძოლებ თქო, ოღონდ ქამარი პირველად მოვიგე. მინდა რომ 5 თვის მერე დავბრუნდე. მინდა დავისვენო მსოფლიოს გარშემო ცოტა ვიმოგზაურო და ამით ვისიამოვნო. მაგრამ უმარი კვლავ აგზელებს ცუდად საუბარს. ის ამბობს, რომ რამადანი უწევს და ამიტომ დეკემბერში ან იანვარში უნდა დავთანხმდე ბრძოლას. ძმაო, სექტემბერში ახლახანს მოვიგე ქამარი. დეკემბერში რატომ უნდა გეჩხუბო? თავად იცი რომ კონტენდერი ხარ, მე კიდე ჩემპიონი, ამიტომ პატივი ეცი ჩემს სახელს. შემდეგ ის რაღაც სულელურ გამონათქვამებს იგონებს და ამბობს, რომ ქართულია. მე რა თქმა უნდა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ხომ გესმის, ჩვენ ზოგადად როგორი რეალური ადამიანები ვართ. მსგავს აქციელს სერიოზულად და პირადულად აღვიქვამთ. მოკლედ ძალიან გაუბრაზდი. ჭკუაზე ვიშლები, მის პოსტებს ვუყურებ ინსტაგრამზე, ვბლოკავ, ის კიდე ცუდ საუბარს აგრძელებს. შემდეგ მე ფეხებს ვიზიანებ. ჭრილობა მაქვს, ინფექცია ჩემეჭრა და მსგავსი რაღაცეები. ზურგის დაიზიანე, ვიცი რაც მოხდა. მისმინე, შენს მაგივრად ვიტყვი, უკვე აზრი არ აქვს, რადგან ბრძოლა მოიგე. რომ წაგეგო, აი მაშინ იქნებოდა პრობლემა. გალიაში დაზიანებული შედიხარ. ზურგი გტკივა, ღამების სიარული გიჭირს. მანქანას გარკვეული პრობლემები აქვს. შენ კიდე ბრძოლას თანხმდები და ბრწყინავ. ბიჭები როცა ჩემთან და ლონგოსთან მოდიან, ერთია მათი ფენომენალურ ჩემპიონებად ქცევა. ხოლო მეორეა ის თუ როგორი იქნებიან ისინი როცა ჩვენგან წავლენ. როგორი ცხოვრება აქვთ. ამ ბიჭებს როცა ვაკვირდები, მაგალითად ალია კინტა, რომელსაც ხაბიბთან მოსამზადებლად 24 საათი ჰქონდა და ახლა კი უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული. ქრის ვაიდმენი ყოფილი ჩემპიონი, ფენომენალურად არის. ალ ჯოც ასევე ყოფილი ჩემპიონი, შენს ვისი ისტორიაც ჯერ კიდევ ვიწერება. საქართველოში შენს ჩასვლას როცა ვუყურებ, ღმერთს გეფიცები ემოციებით ვივსები. ხედავ ეტლებს, ხედავ ერთი ბიჭი ავტობუსზე შემოხტომას როგორც ცდილობს. და შემდეგ ჩვენს პირველ შეხვედრას ვიხსენებ და უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ შენს გამო, მეგობარო. ეს ძალიან ლამაზი რამაა. შენ ხარ ამერიკული ოცნება. შენსაც მიაღწიე და ცოტა ხანში ფოგო დე ჩაოში წავალთ ერთად. დიახ. გილოცავ ძმაო. მადლობა. კიდევ ერთხელ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. დიდებული კაცი ხარ. შესანიშნავი მებრძოლი იყავი. შესანიშნავი მწვრთნელი და შესანიშნავი მამა ხარ. მე პატივს გცემ.